მეგობრებო, ესეც საერთოდ გაშლას შემოგთავაზებთ ახლა. რატომ დუმს? რატომ? საწავიდა, რატომ დუმს? საწავიდა. ნახოთ ისიც საწავიდა. რატომ დუმს თქვენი პარტნიორი? ჩაიფიქრეთ თქვენი პარტნიორი, თქვენი თავი, იფიქრეთ თქვენ თავზე. და გავიგოთ რა სიტუაციაში ხართ. ეხლა თქვენ როგორ გრძნობთ თავს? მოდი აქედან გამომდინარე. რომ მიხვდეთ რამდენად თქვენ გაშლას ვაკეთებ და რამდენად თქვენია ეს გაშლა. როგორ გრძნობთ ახლა დღესდღეობით თქვენ თავს? შუთat. ცოტა მოსულელოდ, ცოტა მხიარულ ტალღაზე, ცოტა ხუმრობის და ტანციმანცაობის, ესე ვიტყოდი, ხასიათზე ხართ, არ ვიცი, რაღაცა გიხარიათ, ახალ ეტაპზე გრძნობთ გაახლებულად თქვენ თავს. თქვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასული, გრძნობთ, რომ ახალ ნაბიჯებს დგამთ, რაღაცა სიახლე შემოდის რასთან დაკავშირებით. რაღაც კონფლიქტურ სიტუაციას ეხებოდა, სადაც შეიძლება კონკურენცია იყო თქვენი სფეროსი, სამუშაო სფეროზეა საუბარი, თქვენი დაწინაურების კონკურენცია გქონდათ, კონფლიქტი იყო შეიძლება ადამიანებთან, თქვენ პირად არჩევანზე, პირად სფეროსთან დაკავშირებით, იმპერატორთან დაკავშირებით, თო კარტი მეუბნება, რომ დავასუსტე იმპერატორი, ეს არის ხშირად მეუღლის კარტი, თქვენი მეუღლის, ვინმეს მეუღლის, ამას უკვე აღარ დავიწყებ მოყოლას ვისია, ყველა შემთხვევაში იმპერატორი არის დაოჯახებული პიროვნება და ასე ვთქვათ, ქმარი ვიღაცის. გაშლა არის ორივე სქესზე, მეგობრებო, მამაკაცებს მიმართავ, თქვენ თავზე მოერგეთ ხოლმე, როცა ვსაუბრობ. იმპერატორი ეს არის მეუღლის კარტი, როგორც გითხარით, თქვენი თუ სხვისი მეუღლე უკვე ამას მნიშვნელობა ამ მომენტისთვის არ აქვს. ასევე არის უფროსის კარტი, როგორც წესი სამუშაო სფეროში, შეიძლება იყოს თქვენი მენეჯერი, თქვენი დირექტორი, თქვენი მეპატრონე, წარმოების პრეზიდენტი, შპს-ს რაღაცა დამფუძნებელი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასეთი პიროვნება არის წარმოდგენილი. ამ ადამიანთან ახალ ეტაპს გრძნობთ. გრძნობთ, რომ რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია დასრულდა, ეს ჩიხში ყოფნა და გამუდმებით რაღაცის ვიღაცისთვის მტკიცების მომენტი უკვე ბოდიში და ფეხებზე დაიკიდეთ, რომ ეს ხუთიან ჟეზლიც თან ისეთი კარტია, ყველა ერთნაირი თითქოს ერთი სიმაღლის პიროვნებები არიან. ერთნაირად უაზროდ იქნევენ აი ამ ჟეზლებს. პრინციპში ვერავინ გამარჯვებული ამ ხუთი ჟეზლიდან ვერც ერთი პიროვნება ვერ გამოდის, ვერავინ თავისას ვერ ამტკიცებს, უბრალოდ უაზროდ ხელების ქნება, უბრალოდ უაზრო სპორტივით გამოდის, სადაც საბოლოო ჯამში გამარჯვებული არ არის და ყველა ერთნაირი ძალის, ერთნაირი მენტალიტეტი, ერთნაირი ფსიქოზული მომენტი, მოკლედ ერთნაირი ტიპაჟები არიან და საბოლოო ჯამში უაზროდ იქნევენ ხმალს. დროს ხარჯავენ უაზროდ ამის თქმა მინდოდა პრინციპში. ამ სიტუაციიდან მიხვდით, რომ რაღაც ახალ ეტაპზე უნდა წახვიდეთ და არ ვიცი, დატოვოთ. თქვენთვის ჯერჯერობით გაურკვეველია მთვარე მეუნება, დატოვოთ ეს სიტუაცია და შებრუნდეთ თუ კიდევ ექნება განგრძობითობაო. არჩევანის წინაშე ხართ ახლა ორიან ჟეზლით, ანუ მერყეობთ, კიდევ არ იცით, ანუ სიზუსტე არ გაქვთ დასვათ წერტილი ამ სიტუაციაში თუ გაგრძელება მოხდება, მაგრამ აღარ ხართ, ასე ვთქვათ, ჩაციკლული ამ სიტუაციაზე, რაც სტრესს გიქმნიდათ და რაც აი ამ ჟეზლების ქნევას უნდებოდით და ნერვების შლასაც და ძალის დემონსტრირებას ვითომ, მაგრამ ვერავის ვერაფერს ვერ უმტკიცებდით სინამდვილეში და პროგრესი არ მოქონდა აი ამ ჟეზლების ქნევას. უბრალოდ ხვდებით, რომ ახალ ეტაპზე გადახვედით, შუთით ხშირად არიან მერწყულები წარმოდგენილები, მერწყულებს მივესალმები. ეს არის მერწყულის კარტი, 0 მაღალი არკანი, საიდანაც მაღალი არკანების დაწყება, იწყება, აი ესე ვთქვათ, ცოტა ტავტოლოგია გამოდის, მაგრამ ასოა, ასოებს შორის, როგორ გითხრათ, პირველია და რაღაც ახალი ეტაპია, ახალი ნაბიჯებია. ცოტა მოსულელოდ მიდიხართ უკვე ბოდიში კიდე ერთხელ ამ სიტყვაზე და დაიკიდეთ ერთ ადგილას უკვე ეს ადამიანები და ეს სიტუაცია და საკმარისია თქვით, ხელი ჩაიქნიეთ და ჯობია ჩემ ცხოვრებას მივხედო, განვაგრძო წინ, ცოტა მოსულელო ელემენტიც არის, ზედმეტად ხუმარა და ზედმეტად რაღაცებს აიოლებს თავის თავში და არ აქცევს ყურადღებას, ესეთი სიტუაციაც აქ შუც, მაგრამ ყველა ვარიანტში ახალი ეტაპი არის. ახალი რაღაცა, რასაც გრძნობთ, რომ ამ სიტუაციიდან გამომდინარე თქვენი ცხოვრება შეიცვალა და სხვა
სხვანაირად მოიქცევით აწის, სხვანაირად აღარ ინერვიულებთ, სხვანაირ ეტაპზე გადავიდა ეს სიტუაცია, მოკლედ. თუ ატყობთ, რომ თქვენზეა ეს გაშლა, სავარაუდოდ კიდევ ვიმეორებ. ვინაიდან ჩვენ ეს გაშლა გვაქვს იმაზე, რომ რატომ დუმს და რატო არ გამოდის კონტაქტზე თქვენი პიროვნება, ეს არის დიდი ალბათობით უმეტესი ნაწილი 70-80%-ისთვის იქნება პიროვნება, რომელიც არის დაოჯახებული და თქვენ არ ხართ ამ ადამიანის ძირითადად ნაწილს და მასას გულისხმობ მეუღლე, რაღაცა პატარა 30-40%-ისთვის შეიძლება თქვენი მეუღლეც იყოს, ვისთანაც ახლა კონფლიქტური ასეთი გაურკვეველი სიტუაცია გაქვთ, მაგრამ საბოლოო ჯამში კიდევ ვიმეორებ, უკვე აღარ გაღელვებთ რა და როგორ მოხდება. თავისუფლება გირჩევნეთ, აი თავისუფლების წყურვილი აქვს შუც, როგორც ისევე როგორც მეწყოს ახალი თავგადასავლებისთვის მზად არის და მზად არის რომ ცხოვრება გადაგრძოს უკვე თავისუფალი, აი ესე ამოსუნთქული, განთავისუფლებული პრობლემებისგან და ამაზე აღარ იდარდოს. ყველა ვარიანტში ეს იმპერატორი არის ვიღაცის მეუღლე. შეიძლება კიდევ ვიმეორებ თქვენი უფროსის კარტიც კი, ვისთანაც, რაღაცა პრობლემები და შეხლა შემოხლები გქონდათ, ასე შეიძლება გავიგოთ. პარასაკვირველია ურთიერთობაც. აქედან გამომდინარე. გავიგოთ ახლა რატომ დუმს? ეხლა რატომ დუმს? საოცარი პერიოდი გაქვთ, მინდა გითხრათ და ამ ადამიანს აქვს კიდევ განსაკუთრებული პერიოდი თავის ცხოვრებაში ეხლა. პირველ რიგში ემოციები დატოვა დაყარა და აღარ უნდა ამ ემოციებზე ზრუნვა და რაღაცა შებრუნდა ემოციებიდან ტიპი. ბევრს არ ვნერვიულობ ამის დემონსტრაციას ატარებს ახლა თქვენთან, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ეს ადამიანი ახლა არის მეექვსე მაღალი არკანი შეყვარებულებით, გეტყვით რომ არჩევანის წინაშე, კარმული, ცხოვრებისეული არჩევანის წინაშე, ეს დიდი ალბათობით ეხება მის ოჯახის წევრს, ექვსიანი ლოვერსი და ასევე იუსტიცია მეოცე მაღალი არკანი, რომელიც გვიჩვენებს, რომ არის კარმული პერიოდი, მაღალი ძალებისგან მომდინარე არჩევანის პერიოდი, რაღაცის აღდგენის პერიოდი, შეიძლება ოჯახს გაცილებული იყო რაღაც პერიოდი და შერიგების მომენტი აქვთ თავის საბედისწერო პარტნიორთან და მაღალი ძალებისგან ამის ასე ვთქვათ საყვირის ხმა ესმის უკვე და ხვდება რომ ეს მისი კარმულია, მისი მამა-პაპიდან მოდის, უნდა აღდგეს რაღაცა სიტუაციის კარმული საბედისწერო სიტუაციის აღდგენის და ასე ვთქვათ კარმის წინაშე დგას ეს ადამიანი, სადაც შეძლით ხელში გაქანებული მირბის და აი ამ თავისი ემოციის და ტემპერამენტის გამოხატულებით არის გამსჭვალული, რომ აი ამ თემატიკას მიხედოს, რომ აი იმ ადამიანს დაუკავშიროს თავის ცხოვრება და ბედი, ვინც არის მისთვის კარმული და ის ადამიანი უკვე გრძნობს, რომ ეს არის მისთვის კარმიდან მომდინარე, ბედიდან მომდინარე, მისი მეორე ნახევარი, მისი ის ადამიანი, ვის კენაც უბიძგებს მას მამა, პაპა და რაღაცნაირი შეგრძნებები აქვს, რომ აი უნდა აღადგინოს ურთიერთობა. თუ თქვენ გეხებათ და ხვდებით, რომ ამ სიტუაციაში თქვენ თავს ცნობთ, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენზეა ეს ამ მომენტისთვის საუბარი, თუმცა ემოციურად კიდევ ვიმეორებ, დაყრილი აქვს ემოციები და ამ ყველაფერს თქვენ არ გაჩვენებთ. საიდუმლოს ამბავია. საიდუმლო არ უნდა რომ გაითქვას, საიდუმლო არის სავარაუდოდ თქვენი ურთიერთობა და თქვენ საიდუმლო ქალი ხართ. ბევრი ამ გაშლის მნახველიც ასევე შეიძლება წარმოადგენდეთ ეზოთერიკ ქალბატონებს, ორიანი მაღალი არკანი ეს არის დამალული მესამე თვალის პიროვნება, ადამიანი ვისაც შეუძლია ამ ქვეყნიურ და იმ ქვეყნიურ მოვლენებს რაღაცა სხვა თვალით, სხვა ფსიქოლოგიით, სხვა განცდით, სიზმრების ახსნით, ტაროლოგიით, ფსიქოლოგიით, ნუმეროლოგიით, ყველანაირი ეზოთერული ნიჭით, რაც შეიძლება მოიცავდეს ეზოთერიკა, ასეთი ნიჭი გაქვთ რაღაცა ნაწილისთვის, ანუ შეიძლება ჩემი კოლეგებიც კი იყოთ ამ გაშლის მაყურებელი. სხვა დანარჩენისთვის თუ ეზოთერიკა თქვენგან შორს არის და არ მოქმედებთ ასე, საერთო გაშლებსაც თუ არ უყურებთ, ესეც შეიძლება ითვლებოდეს ეზოთერიკის მიმდევრობად, სიყვარულად, ანუ გამოხატულებად. თუ არა და მაშინ თქვენი ურთიერთობა არის საიდუმლო და ამის აფიშირება მას არ უნდა და ყველა ვარიანტში ამის შიშით დატოვებული აქვს ეს ემოციები და წასულია, მაგრამ
მოსულია მისი ცხოვრებისეული კარმის აღსადგენად, მისი მოვალეობის შესასრულებლად, მისი ოჯახის და მისი ცხოვრების წინ წასაყვანად და ამისთვის პრინციპში